მე ვთვლი, რომ ადამიანის შესაძლებლობები იმდენად შეუწყლდავია, რომ რაღაცის დაფიქსირება, რომ მან რაღაცას ზოგადად მიაღწია, ჩემი აზრით, იმეჩნია ხოლმე არასწორად. შესაბამისად, მე ჯერ არაფერი არ გამიკეთებია, მე არ ვიცი, მე სულ ისე ვუძლიები საქმეს, რომ მე ყოველთვის ვიწყებ ნოლიდან. და ეს მეხმარება ყოველთვის, რომ ვიარო წინ. ბახვა წერედიანი არის მსახიობი ანიმატორი. საკმაოდ ისეთი ვთქვათ, ლაღი ბავშვობით და შემდეგ ძალიან რთული პერიოდებით. ამიტომ მე ვამბობ ხოლმე, რომ ზოგადად ჩვენს თაობას და არა მარტო მე, მაგრამ ჩვენ, ვინც დაუშვათ აფხაზეთიდან, ოსეთიდან, ვისაც უფრო მეტად შეეხოს ცუდი პერიოდები, უფრო მეტად გაგვიჭირდა ალბათ, აქ არ არის მატერიალურ გაჭირვებაზე, თუმცა ესეც იყო ძალიან დიდი. მაშინ გაჭირვება იყო ზოგადად ქვეყანაში, მაგრამ აქ საუბარია ბავშვზე, რომელიც ჩამოდის უცხო ქალაქში, საკუთარ ქვეყანაში, თუმცა უცხო საზოგადოებაში, უცხო სკოლაში, მისი ბავშვობიდან, მისი მეგობრებიდან არავინ არ არის, მისი ურთიერთობები იცვლება და ამის ადაპტაცია უნდა მოხდეს ძალიან სწრაფად. თუ მით უმეტეს თუ ის ინარჩუნებს რაღაცა საკუთარი თავის რწმენას, ინარჩუნებს აუცილებლობას, რომ წილი აროს განვითარდეს და ეს ძალიან რთულია, ანუ პირობები ამაში ხელს არ უწყობს, გამოვიარეთ და მე თავისთავად გამოვიარე ეს პერიოდი. შემდეგ მოვხდი თეატრალურ ინსტიტუტში. უძლიერეს და ჩემთვის უსაყვარლეს ადამიანთან გაწერილია შალვასთან. ხო, ეს იყო ადამიანი, რომელმაც მე მასწავლა არა მარტო ის რა არის თეატრი. მე მიმახვედრა რა უნდა მეკეთებია ზოგადად ცხოვრებაში. რაღაც პოზიციები ჩამოაყალიბა ჩემში. მე დღესაც ვთვლი, რომ როგორც დრამატული მსახიობი მე ალბათ შეიძლება ესეც შედარებითია, შეიძლება რაღაცა დიდი შრომის ფასად რაღაც საშუალო დონემდე მივიდე, მაგრამ ჩემთვის ეს საკმარისი არ არის, იმიტომ რომ ჩემი აზრით ისეთ საქმეს მივაგენი, სადაც შემიძლია წავიდე უფრო შორს. მით უმეტეს ეს საქმე შემიყვარდა მას შემდეგ, რაც მოვხდი უკვე გაბრიაძესთან მარიონეტების თეატრში. ერთმა ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა რეჟისორმა მითხრა თავის დროზე რა, რომ ადამიანი ალბათ 30 წლის ასაკში უნდა ჩამოყალიბდეს, იმიტომ რომ მე საკმაოდ ისე თეატრალურ ინსტიტუტშიც რაღაცა ცოტა იუმორითაც უყურებდნენ ჩემ ამბებს, რომ ჯგუფში გადავდიოდი სულ რაღაცას ვეძებდი, ანუ მესამე კურსი და როცა მოვჭი გაწერებიასთან. მეოთხე სადიპლომო კურსი ვიარე ძალიან ბევრი რა, იქ რეჟისორაზე გადავედი, მე გადმოვიდი ასე შემდეგ. და მაშინ იყო ზუსტად ეს რჩევა რა, რომ აი 30 წლის ასაკში შენ თუ არ ჩამოყალიბდი რა გინდა, მაშინ გაგიჭირდება რა, იმიტომ რომ ეს ის ასაკია, როცა ალბათ უკვე სერიოზულად უნდა დაიწყო რაღაცაზე, ყოველ შემთხვევაში თუ მოქმედება არა, ფიქრი მაინც უკვე რას აკეთებ. რაღაც ისე დაემთხვა, რომ სწორედ ამ პერიოდში მივედი მარიონეტებთან, ამ შემთხვევაში არ გულისხმობ თეატრს, გულისხმობ უკვე თოჯინას. მარიონეტების თეატრში გაბრიაძესთან მსახიობად მივედი, ანუ თოჯინა უნდა დამეჭირა ხელში. თუმცა რაღაცები მქონდა სახში, ნაჩხիր კედელავები, ესე ვთქვათ და გაბრიაძემ თხოვა მენახები, აი, რაღაც. ვანახე ჩემი ნამუშევრები მოეწონა და მითხრა, რომ იქნებ სახელოსნოში შეთავსებით მემუშავა იმ ხალხთან, ვინც აკეთებდა თოჯინებს. დავიწყე იქ რაღაც დეტალებში ვეხმარებოდი, რაღაცა რეკვიზიტს ვაკეთებდი, რაღაცა პატარა დეტალებს. თოჯინა აწყობილი, მე იქ თეატრში არ ამიწყვია თოჯინა. ანუ ვაკეთებდი რაღაც დავუშვათ, რაღაცა შევაკეთებდი, რაღაცას გავაკეთებდი. ესე. ხო, ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც თეატრიდან წამოვედი. თეატრიდან მომიწია წამოსვლა. დავრჩი რამოდენიმე თვის ბავშვით. გითხარით ჩვენს წარსულზე, ანუ არა მოწესრიგებული მატერიალური ყოფა, ესე ვთქვათ. რაღაცა დეტალები ძალიან მოუწესრიგებელი ცხოვრებაში და ამ დროს ვრჩები აბსოლუტურად არაფრის გარეშე.
რამოდენიმე თვის ბავშვით და მოკლედ. გადაწყვეტილება ხა იქიდან გამოყვა აზარტი თავისთავად მარიონეტების და თოჯინების და პირველი რაც მომივიდა აზრად, რა შეიძლებოდა მეკეთებინა, სანამ ჩამოვყალიბდებოდი, რომ ანუ სამსახურს ვიშოვიდი ან რაღაც. გავაკეთე პირველი ჩემი თოჯინა მევიოლინე ნიკოლო. ესე სახში ვაკეთებდი ამას. ავაწყე ესე ნელა და გამოვიდა მარიონეტი. გამოვიყვანე ქუჩაში და დავიწყეთ ესე მუშაობა და განვითარება ქუჩაში რა. ქუჩის მაყურებელმა ძალიან ბევრი გადაწყვიტა ჩემს ცხოვრებაში, საერთოდ ყველაფერი ისე აეწყო, რომ წავედით ნელ-ნელა ყველა ერთად რაღაცა უკვე ისეთი კონკრეტული ბიზნესკენ, იმიტომ რომ მე სულ მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც არა მარტო იმისთვის, რომ რაღაცა გაიღო ჩემი განვითარებისთვის თანხას. უბრალოდ მაშინდელი ჩემი მდგომარეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის დამოკიდებულება, რაც მე დავინახე. მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ჩემი საქმისადმი, მარიონეტისადმი. იყო მოწონება, იყო რჩევები, იყო სურვილები და ასე შემდეგ და მე თავისთავად თავდაჯერებაც მემატებოდა. შემდეგ რატომაც არა მეორე, რომ დუეტში დავუკრან, რატომაც არა. და ვარ საშინლად ამბიციური ადამიანი და ამიტომ ყოველთვის აი როგორც კი რაღაცას ვხედავ უკვე მთელი ძალებით თავისთავად. მე ვარ ამ მიმართულებით და ნელ-ნელა მე გავაკეთე დუეტი პიანისტი სებასტიანი. შემდეგ იყო დუეტი, შემდეგ იყო უკვე პროექტი ნიჭიერი, ამ ნიჭიერისში უკვე სტივანდერი ყავდა მზად, გავედი სტივანდერით, მერე იყო სხვადასხვა ნიჭიერს ძალიან ვუმადლი მე და ხშირად ვკამათობთ ხოლმე რაღაცეებზე, როცა ისეთი ზოგს აქვს ისეთი ცოტა ისეთი დამოკიდებულება რა, რაღაც ნიჰილისტური ეს ნიჭიერი და რაღაცა. ანუ ჩვენ არ გვაქვს ბევრი საშუალებები სამწუხაროდ ხელოვანებს და ზოგადად ადამიანებს. ანუ ქვეყანა არ არის ჯერ იმ მდგომარეობაში, რომ ჩვენ ბევრი საშუალებები მოგცეს და ამიტომ რაც გვაქვს ის მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ რა და მე ეს საშუალება გამოვიყენე და ერთ წამით არ ვნანობ, იმიტომ რომ ძალიან წინ წამწია, იმიტომ რომ ამის შემდეგ იყო რამოდენიმე შეკვეთა თოჯინებზე, დიდ თოჯინებზე, ამის შემდეგ არის სპექტაკლი, რომელსაც ახლა ვაკეთებ მადაგასკარს, ეს არის ჩემი მომავალი თეატრის პირველი სპექტაკლი. ხო, მე ვამბობ ხოლმე რომ არა ნიჭიერი არ მეყოლებოდა ჯექსონი, იმიტომ რომ მან საკუთარ თავს მოუწყო ცოტა გამოცდა, იმიტომ რომ როგორც კი შევხედე პროცესს გამარჯვებაზე ფიქრი არც თავიდან ასე სერიოზულად არ დამიშვია, იმიტომ რომ იყო კონკრეტული სიკეთეები, მოსალოდნელი და სიკეთეები ავიღე, ანუ ჩემ თოჯინებს ცნობენ, ჩემი თოჯინები უყვართ, ამ შემთხვევაში მე ჩემს პოპულარობაზე არ მაქვს იმდენი გართულება, რამდენიც ჩემს თოჯინებზე, იმიტომ რომ ჩემს თოჯინებს ცნობენ, ისინი უყვართ და მე ძალიან მახარებს რა და მე თავდაჯერებას მატებს და თავდაჯერება ხელოვანისთვის არის პირველი ბიძგი, იმიტომ რომ ის უნდა ვითარდებოდეს. მე ვთვლი რომ ჩემი პირველი თოჯინა ნიკოლო მევიოლინე მხატვრულად ჯერ ესეთი ვერ გავაკეთე, ჩემი აზრით შეიძლება ჩემი დამოკიდებულების ბრალია, იმიტომ რომ მე არ ვიცი დაუშვათ მოვიდეს ადამიანი და შემოთავაზოს რაღაცა თანხა, მე არ ვიცი ეს რა ღირს და მე არ ვიცი ეს ღირს თუ არა რა მე და არ ვიცი რა შეიძლება ის თანხა იყოს, რომელიც ჩემს ამ დამოკიდებულებას გადაწყვეტს და არ ვიცი მართლა ვერ ვაფასებ. ხო, თვლი რომ ის ძალიან ძლიერი თოჯინაა, ალბათ იმ პერიოდმაც, იმიტომ რომ ვაკეთებდი ძალიან ბევრი რამე ჩავდე რა, აქ იყო მე ხშირად ვამბობ ხოლმე რომ აი დაუშვათ შეიძლება სანახაობა ქუჩაში კარგია რაღაც ისეთ ფართო პერფორმანსი რა, რომ აი სანახაობა, მაგრამ ნიკოლოს სიმარტოვეში ჩემი აზრით არის რაღაცა ისეთი და სევდა, რომელიც ძალიან ზოგისთვის ძალიან ახლოა და გადაწყვეტს ალბათ რაღაცა ისეთ ფიერვერკს. ხერხები არსებობს ძირითადად ალბათ ორნაირი რა. ზოგი მუშაობს ხეზე და არის მეორე პაპიე-მაშეს ვეძახით ჩვენ, ძერწავთ ჯერ პლასტილებით, მე ყალიბს ვასხავთ და მე ყალიბში ფენა ამოხავს ქაღალდი კრახმალში, ისე ჩამობილი ან ისა. ხო, და ვამუშავებთ
აი წარმოგიდგენთ ესე პლასტილინით რაღაცა გამოგძერწეთ, ავიღეთ ყალიბი, მე ამოვაკარით ეს ქაღალდი, ფენა, 10 ფენა, 7 თუ 8. შემდეგ ის ამოვიღე და რაც ქონდა პლასტილინში, ის უკვე დამუშავებული ქაღალდში. შემდეგ ამებს უკვე გადაბმები ხე, რკინა, ის მავთული როგორც მოგიწევს, იქ უკვე ის რა არის ტექნიკურად მარიონეტი ჩემთვის არის სხვა სტილის თოჯინები ხა, თუ არ ვისაუბრებთ იგი აპონურ თოჯინებზე და შემდეგ ის ცალკე სიგიჟეებია იმას შევეხებით ალბათ თავის დროზე, მაგრამ ჯერჯერობით არა, მაგრამ აი ჩვენთან ტრადიციული თოჯინები რაც არის, ხო, აი გაბიტებია, რომელიც აი ხევიდან რაღაცები შტირებით რომ იმართება, ხო? აი იქ ყველაფერი თითქოს გარკვეულია რა. ეს მართავს ამას, ეს მართავს ამას და ის რაღაცა ხელებს აქეთ-იქით აკანავს. აი მარიონეტში ის არის საინტერესო, რომ მარიონეტში არ ვიცი, აი როგორც ყველა ადამიანს აქვს ალბათ ანაბეჭდი თავისი, ისე ალბათ ყველა თოჯინას თუ ხარისხზეა საუბარი, ყველა თოჯინას აქვს სხვანაირი ვაგას ჩვენ ვეძახით იმ სამართავ პულტს, ესე ვთქვათ, იცით მართავთ. ამიტომ სულ არის ძებნა, სულ არის აი ამაში ძრომიალი შიგნით რა. რო აი მარიონეტი გააცოცხლ, ერთია რო გააკეთებ, აი თქვით როგორ ვაკეთებთ, ხო? შემდეგ ამის სწავლება ის არის აი მარიონეტის კეთების სწავლება არის, აი შეიძლება ასწავლო პატარა იხვის ჭუქი ესე როგორ დადის რა. აი შეუძლებელია ადამიანს ასწავლო და უშო ჯექსონის კეთება. შეიძლება აი მარტო ჯექსონის არა, ნუ ვინ არის კიდე ბიონსეს და უშო. ამის კეთების სწავლა შეუძლებელია. შეიძლება ტექნიკურად ასწავლო, აი ხელი როგორ ამოიყვანო, თუ აქვს ნიჭი გამოძერწავს ხელებს, თითებს, თავს, რაღაცას. ყველაფერს და შემდეგ ამის გადაბმა უკვე ხელს როგორ აწევს, როგორ დაწევს. ეს უკვე ცოტა მარიფათის საქმეა. არ ვიცი, ზოგჯერ თავისით მივდივარ ხოლმე. ანუ პაგანინი ზოგადად ეხა პაგანინის გენიაზე და იმაზე და ამაზე ლაპარაკი არ არის, ეს თვითონ საინტერესო ადამიანია. ეს ალბათ მარიონეტის შექმნაში ესეც რაღაც თავისთავად ამდენად საინტერესო ადამიანია. შემდეგ ტიპაჟს არჩევ. ამ თქობა საინტერესო ტიპაჟია, გენიალური, ხო? ამის შემდეგ მე ვიოლინესებ და სიმარ რაღაც აი ყველაფერი შენი განწყობა ეს პირველ თოჯინაზეა საუბარი. მე სებასტიანი ეს ქართველი ებრაელი კაცი, წითური მელოტი, რომელიც დუეტში დაუკრავდა ნიკოლოსთან ერთად. ნაკვთები ბახის აქვს, ბახი ავიღე. უბრალოდ მე რატომღაც პროცესშივე გადავერთვე და გავაკეთე ცოტა სხვანაირი, ანუ თმები რაღაცები დაუმუშავე და ციციაშვილი მივეცი გვარად რატომღაც და არის ესეთი სებასტიან ციციაშვილი, რომელიც უკრავს დუეტში ნიკოლოსთან. არ ვიცი ეს თავისთავად მოხდა. სტივანდერი მიყვარს სტივანდერის სიგიჟემდე, რომელიც ორი კვირის დაბრმავდა და ამის შემდეგ აიღო 25 გრემი. როგორც კომპოზიტორმა, როგორც ვოკალისტმა შესულია ათეულებში, 20-ებში, სხვა და აი კომპოზიტორი, პროდიუსერი, არ ვიცი ყველაფერი, არ ვიცი როგორი ადამიანია რა. ეს არის ჩემთვის ალბათ რაღაცა ნების ყოფის, შრომის და საერთოდ იმის სიმბოლო. ასე გამოვიდა სტივანდერი. თუმცა რეი ჩარლზიც მინდა, იმიტომ რომ ალბათ ჭირდება სტივანდერს. მეგობარი და ესე შემდეგ ჯექსონი პროექტისთვის თავისთავად ბოჩელიც პროექტისთვის, იმიტომ რომ ბოჩელს იდეაში უნდა ემღერა, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ არ იმღერა. ხო, ანუ ესე რა. ვერ ვიტყვი ესე იცით უკვე მივედი იმ ეტაპამდე, რომ უკვე რაღაცა იმას მივყვები. ადრე იყო ქაოსური ეს ყველაფერი. ეხლა უკვე რაღაც კონკრეტიკა არის საჭირო, ანუ კონკრეტული პროექტი უნდა დაიგეგმოს. და კონკრეტული პროექტები უნდა დაფინანსდეს კიდეც და საბოლოო ჯამში რაღაც ჩარჩოები შეიკრას, ხო? ამიტომ ვცდილობ ხოლმე შევათავსო ეს ორი რამე ერთმანეთთან, ანუ ჩემი სურვილები რაღაცა და ამ დროს რაღაც ესე ვთქვათ აუცილებლობაც.